დაეწო საფუძვლად და ასე შემდეგ. ასე წლის იყო ბერნეისის ტელეფონი. ბოლოს რაღაც ჟურნალისტი ესწრათ მაშინ კითხულობდი შეხვდა ვიღაცა წერდა რა უნდა დაეწერა ისტორია კვლევა იყო ასეთი ახალგაზრდა დაავალეს და წერდა რაღაც მურჩია რომ ჯერ ბერნეისი გადიოდა ბერნეისი სოციალიაო კიდევ ასეთი წლის იყო აი წერს რომ გაოცებული დავჭი როგორი მეხსიერება ჰქონდა და როგორ რეიბი ახსოვდა არა იყო. აი ასე შემოიტანა მან ეს ტერმინი. შექმნა ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან მალე ასე ვთქვათ თავისი კვირტები გაუხსნა და გამრავდა. შეიქმნა პოლიტექნოლოგიის მთელი მიმართულება, რომელიც ძალიან აი ნამდვილად სოციალური პოლიტექნოლოგიის ნამდვილად ძალიან საინტერესო გამოცდილება და ალბათ ძალიან ბევრ საინტერესოს გასწევს სწორედ პოლიტექნოლოგიაზე, მაგრამ public relation მარტო პოლიტექნოლოგია. რა თქმა უნდა. Public relation არის ჭირდება ყველა აბსოლუტურად ბიზნესთან დაწყებული თეატრი. რა თქმა უნდა. რამე საავადმყოფო სპორტ ყველაფერს. და მე ვამბობ რომ აი იგივე მოდი რადგან ეს ეთყობა ასოციაციურად ძალიან ისამაკ თქვენთან და იგივე ედინბურგის ფესტივალი არის. ედინბურგის ფესტივალი რომელიც იმ დროს შეიქმნა, როდესაც პრაქტიკულად წარმოიდგინეთ, ვერ წარმოიდგენთ, განგრეული იყო ევროპას ახალი გადატანილი ომი. და როდესაც ეს ორგანიზატორებმა ასეთი რამ ჩაიფიქრეს, საკმაოდ ამბიციური პროექტი. ძალიან სკეპტიკურად იყვნენ ყველანი და დღეს არა მარტო ის რომ ეს ხელოვნებას ედინბურო გახდა ეს სწორედ რაღაცა პარალელიზმი რომ მასში რაღაც კულტურის ისწრებს თავს და არა მარტო ეს public relation გარკვეულწილად ფინანსური იმან უნდა განაპირობოს შენი ფინანსური ეს და ასეც არის ედინბურგში ფესტივალის დროს შემოსავალი ადგილობრივი შემოსავალი იზრდება რაღაც 12-ჯერ თუ 14-ჯერ აი როგორც ზუსტად არ მახსოვს ეს ძალიან ფარგლებში და ეს არის უზარმაზარი ფიარი ედინბურგისთვის თეატრალური ხელოვნება არა მარტო თეატრალური გესოდინება რომ ეს არის მხოლოდ თეატრი რა თქმა უნდა აი ასეთია მოკლედ ფიარზე ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ უამრავ რაღაცას შევეხებით ჩვენ, რომელიც ამის გარეშე არ იქნება. მაგრამ პოლიტიკურ, აი პოლიტექნოლოგიას და პოლიტიკურ ფიარს აქვს ერთი საოცარი ხიბლი. Public relation-ის შედეგები ხანდახან ცოტა დროში იწერება, იცით? აი აკეთებ საქმეს და შედეგები, აი შედეგი, რომელიც უნდა დაინახო, აი წარმატების იმ ოქროს ბადის, რომელიც წარმატებას ქსოვს, ის ცოტა იწევს, იცით? აი გვიან მოდის პოლიტიკურ public relation-ში. ეს არის ძალიან ხიბლი, სწრაფი შედეგი. შენ ხარ ასე ვთქვათ, აკეთებ ამის ფიარს, ან თუ თავ ამას და ზუსტად იცის, გაიმარჯვებს თუ არ გაიმარჯვებს, ხო? პირდაპირ არის მიიღებს სისხლებს თუ არა. ამიტომ პოლიტექნოლოგია ძალიან სწრაფად განვითარდა, ძალიან სწრაფი ის მიიღო. და გარდა ამისა, ყველაზე მეტად და ყველაზე მალე მიიღო სწორედ ბერნეისის დროს ეთიკურ ნორმებს. ძალიან მოკლედ ვიტყვი ამას. მე ძალიან თხოვს, ალბათ გეცოდება, რომ აი როდესაც ნაცისტური მოძრაობა დაიწყო ევროპაში. შეიძლება საკმაოდ ისე ბილად ასე ვთქვათ და არც იდეას არ უჩანდა ესეთი ცუდი პირი. სუნდასაწყოში მას თხოვს რომ ყოფილიყო ამ პოლიტიკური პარტიის public relation-ი მას ეკეთებინა. ხოთაშორის როგორც თვითონ ამბობს, მან ჩაიხედა და თქვა, რომ მე ამას არავითარ შემთხვევაში არ გავუდრმე
არ მომწონს ეს, მაგრამ ძალიან კატეგორიული მე დასკვნები გავაკეთე, რომ შეიძლება ეს ძალიან ცუდ რამეში გადაიზარდოს. და სხვათა შორის დღესაც PR-ის ეთიკის სპეციალისტები ძალიან ის პირველი ასე ვთქვათ მაგალითი მორალი უფლება იმისი რომ მიუხედავად იმისა რომ მას მოუტრიალდნენ და უთხრეს რომ გებელსის მაგიდაზე მისი ციგნი ითო ანუ მისი ციგნებით ხელმძღვანელობა ხო თასურელი თარიღი ხო არა ნუ რაღაცა იქიდან იკვებებოდა მე ის არის რა თქმა უნდა მაგრამ აი ასეთია და პოლიტექნოლოგიები ძალიან საინტერესო თემაა დარაზოგა კი რა თქმა უნდა საინტერესო თემაა პოლიტექნოლოგია და ერთ-ერთი PR-ის ასე ვთქვათ PR-ის ერთ-ერთი გამოვლენა თუმცა ფლატ PR-ი არ მოიცავს მთლიანად პოლიტექნოლოგიას უბრალოდ ერთი რაღაც დამატებაა რომ უნდირის დღეს რომ მინდა დავესვენოთ ფსიქოლოგია და მაგამაც სწორად თქვა რომ ეს ფსიქოლოგები შემოიკრიბნენ მართალია ჟურნალისტები და ფსიქოლოგები დღესაც დაუბენ იმას რომ PR-ის სპეციალისტი და PR-ის საფუძველი არის ჟურნალისტიკა თუ ფსიქოლოგია მაგრამ საფუძველი აი ის კანონები რომელიც PR-ში მუშაობს რეალიზაცია ჟურნალისტური ხერხით კეთდება რა თქმა უნდა და უფრო ხშირად ჟურნალისტები აკეთებენ თუმცა შეიძლება ეს გააკეთოს მსახიობმას ან და მსახიობიც ხშირად აკეთებენ იმიტომ რომ ბევრი ფილმი, კლიპი და შემდეგ მსახიობი რეალიზაციას აკეთებენ და ჟურნალისტები ან წერლები სულაც ესე იგი ნიჭიერი წერლები წერენ ამ ტექსტებს მაგრამ კანონები რომელიც მოქმედებს ძირითადად ეს არის საზოგადოებრივი ურთიერთობის კანონები ეს ფსიქოლოგიური კანონებია სოციალურ-ფსიქოლოგიური კანონები და კონკრეტულად და ძალიან ეფექტურად მოქმედი კანონებია და ერთ-ერთი ასე ვთქვათ კანონი ძალიან საინტერესო კანონი ყველა ფსიქოლოგმა იცის ეს კანონი ეს არის ბუმერანგის კანონი ცნობილი ბუმერანგის კანონი რომელიც გულისხმობს რას რომ თუ შენ უარყოფით მოვლენაზე ამბობ რომ ის კარგია ну ასე ვთქვათ ამბობ ტყუილს და აკეთებ არასწორ PR-ს. ეს ისეთი პრინციპია ჩადებული არის ფსიქოლოგიურად ეს ბუნებამ ჩადო ისეთი რამე რომ ადამიანს დაინახავს რომ შენ მას სულ ზეუბნები კარგია, თეთრ ზეუბნები შავია. ეს მოგიბრუნდება შენ, როგორც კომუნიკატორს იმ ადამიანს, ვინც ამას ამბობს. მოგიბრუნდება უკან შენს მიმართ შეიცვლება დამოკიდებულება უარყოფითი მიმართულებით. თუ შენ გიღებდნენ როგორც ნორმალურ ადამიანს, ან ძალიან კარგ ადამიანს და დარწმუნებია რომ შენ ტყუილს ეუბნები მას. შენს მიმართ იცვლება დამოკიდებულება უარყოფითი მიმართულებით და იმ შინაარსის მიმართ რაც შენ გინდოდა რომ დადებითად წარმოგეჩინა, იმ შინაარსის მიმართაც უფრო უარყოფითი დამოკიდებულება წარმოიშვა, ვიდრე ის რეალურად არის. გესმით როგორ არის? მესმის, მაგრამ ეხლა ცოტა რთული ამას ქვია კონტრასტული შეფასების და ასიმილაციური მოქმედების კანონი, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ჩადებული ისეთი ბუნება ამ სიტუაციაში, როცა ტყუილის თქმა არის, ესე იგი, არა მარტო ამორალური, არამედ არ არის შენთვის სასარგებლო. გამიგეთ? მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, აი დამკვეთი იძლევა არა, მარტივია კითხვა. ხო არა, დამკვეთი იძლევა ამ შეკვეთაში. დიახ. და იმ სწამიერი გამარჯვებისთვის მიდის ამ ტყუილზე. არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, დაუშვათ ტყუილის თქმა, არის სიტუაციები, როცა ტყუილი კეთილშობილურია, ტყუილმა შეიძლება ესეთი მომენტალური შედეგი მოიტანოს. მაგრამ ის ტყუილი აუცილებლად ტყუილს მოკლე ფეხებია და შემდეგ ყველა ვიცით, ხო, მაგრამ ეს შეიძლება გარკვეული დრო გაიწელოს ეს და როგორ გითხრათ, ჭამოს ამ ხალხმა რა ეს ტყუილი თქვენი. მიიღოს ეს ტყუილი და ჩათვალოს ის სიმართლეთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს ტყუილი ну გააჩნია ხო გეუბნებით ობიექტს გააჩნია სიტუაციას გააჩნია როგორ ამას როგორ შეფუთავ გააჩნია რა საშუალებებით გადასცემ ამას გააჩნია ყველაფერს ამას მნიშვნელობა აქვს გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის ამ ინფორმაციის გადამცემის ესე რა ავტორიტეტი აქვს ამ ადამიანს თუ ამ ინსტიტუტს საზოგადოებრივ ინსტიტუტს
ამ გარემოში, ამ საზოგადოებაში. მაგალითად მე მახსოვს, რომ სადაც